მოგესალმებით პირველ საათამდე გვირდებით როგორც ყოველთვის სააზროვნოსა და სანახაობრივს არაერთს და თანაც დღეს საკმაოდ მრავალფეროვანი სატელევიზიო მენიუ გვაქვს ჩვენი მაყურებლისთვის. ვიდრე ამ ყველაფერზე ვრცლად გიამბობთ. დღეს ჩვენი გუნდი პირველამდე წარმოგიდგენთ. თბილისის პირველი ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი, მუსიკისთვის და მუსიკის გარშემო გაერთიანებული ახალგაზრდები მალე მსმენელების წინაშე წარსდგებიან. ჯერ კიდევ სრულად ვერ შევაფასე თუ რამხელა რესურსია გამორკეს. ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი მირიან ხუხუნაიშვილი და დირექტორი მიშა მდინარაძე სტუმრად პირველამდე. საკუთარი სახლის გაყიდვის ფასად და შიშველი ხელებით მოწყობილი თეატრალური სივრცე. ეს ყველაფერი არის ჩვენი საკუთარი სახსრებით შეძენილი ან მეგობრების ნაჩუქარი. როდის მიიღებს პირველ მაყურებლებს და პირველ აპლოდისმენტებს ენთუზიასტი დასი. ნახეთ პირველამდე გიორგი აფხაზავასა და მისი თანამოაზრეების შრომის შედეგი კამერული თეატრის სარდაფში. ჟურნალისტის, მკვლევარისა და კოლექციონერის მანუჩა პირველის პირდაპირი ჩართვა ნიუ-იორკიდან. ემიგრანტის ისტორია ემიგრანტზე. ნახეთ ჩვენს რუბრიკაში ამერიკული ხუთშაბათები. და რა თემას ვავრცობთ დღეს ჩვენი გადაცემის Facebook-ზე ბაჩივალიშვილი სწორედ ახლა წარმოგვიდგენს. მოგესალმები ნინო, მოგესალმებით სულ ყველას. დღეს არის კულტურული მემკვიდრეობის დღე. კულტურული მემკვიდრეობის და ძეგლების დღე. იუნესკოს შექმნილი დღე არის ეს და დღევანდელ დღეს აღნიშნავენ ასე, მიდიხარ თქვენ საყვარელ ძეგლთან ან რამე კულტურული მემკვიდრეობის შენობასთან და უბრალოდ ნახულობთ მას და იღებთ სიამოვნებას. Facebook გვერდზე ჩვენ გვაინტერესებს, რადგან თბილისში და საქართველოში არ გვაკლია კულტურული მემკვიდრეობა, რომელია თქვენი საყვარელი ძეგლი ან სკულპტურა, რომელიც ჩვენს ქალაქში არის, ან თუ ჩვენს ქალაქ არ ეთხართ, თქვენს ქალაქში არის, გამოგვიგზავნეთ სურათები ჩვენს Facebook გვერდზე და პოსტის ქვემოთ დაგვიკომენტარეთ. მე დაგიბრუნდებით მოგვიანებით ვებამბებით, მემკვიდრეობის თემებზეც ვისაუბრებ და ასევე ფუტურისტულ ამბებსაც შემოგთავაზებთ. დიდი მადლობა, ბაჩი, შემოგიერთებით და ეხლა იმედი გვაქვს, რომ შენც რჩები ყურადღებით. დღეს ჩვენს ტრადიციულ რუბრიკაში ამერიკული ხუთშაბათები. ჩვენი თანაგუნდელი, ჟურნალისტი, მკვლევარი და კოლექციონერი მანუჩა პირველი გვერდება ნიუ-იორკიდან. ნიუ-იორკიდან ჩართვა სწორედ ახლა გთავაზობთ. მანუჩა, იმის გარდა რომ ეხლა ჩვენი მაყურებლების უმეტესობა ბავშვობაში დაგვაბრუნე და მადლობა ამ მოგონებებისთვის. დღევანდელი ჩართვა შენი თხოვნით დავიწყეთ ამ საბავშვო სიმღერით. ისე ძალიან გთხოვე რომ ვერც ხათრი გაგიტეხეთ და ვერც მიზეზი გამოგთხოვეთ და მოდი გითხარი ხა რატომ დაიწყო დღევანდელი შენი ჩართვა ამ სიმღერით და ამ ქუდით. მოგახსენოთ დილამშვიდობისა. ნინო ეხლა ფესახის დღეები იწყება სოფლიოში და მე უკვე მოვამზადე ჩემი წილი ხმიადი კვერი, აი აქ მაქვს და მინდა რომ სიმბოლურად გავტეხო დღეს. ჩვენ დღეს იმ ქართველ ებრაელზე ვისაუბრებთ, რომელმაც საქართველოს სიყვარული სულ სხვა ხარისხში, სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანა. მე ვიცი შენი განსაკუთრებული დამოკიდებულება მისადმით, რომ განსაკუთრებულად იყვარს. დღეს ჩვენ ლეგენდარული ილუზიონის ავტორზე, ოთარ სეფიაშვილზე ვისაუბრებთ, რომელმაც თავისი სიცოცხლის 20 წელზე მეტი ნიუ-იორკში ცხოვრობდა და განსაკუთრებული სიახლოვე მაკავშირებდა მასთან მე.
აი ამ სიმღერის ავტორობას, რომელთაც დღევანდელი ჩართვა დავიწყეთ, შემთხვევით წამოვაცდენია მე ოთარ სეფიაშვილს. და ის ძალიან საინტერესო ისტორიაც, რაც ამას უკავშირდება. ავტორობა, მე რამდენადაც ვიცი, ეს მუსიკა ჯემალ სეფიაშვილის მიერ არის დაწერილი ამ გადაცემის ქუდისთვის, არა? და ბატონი ოთარი რა კავშირშია? ხოლო ლექსიკი ეკუთვნის ოთარ სეფიაშვილს. აი ოთარის მონაყოს მოგიყვები. ახალი წელი ახლოვდებოდა თურმე და უნდათ რომ რაღაცა განსხვავებულად წარდგენილიყვნენ. და წერათა კავშირში მისულა ოთარი. და უთხოვია რომ აი დამეხმარეთ ქუდისთვისო. აი მე ისეთი მინდა დავწერო, ბავშვი ეზოში რომ გაიგებს და სახში შემოვარდეს. შენ არ მომიყვდიო, გავიდა ერთი თვეო, გავიდა ორი თვე, სამი თვეო, არავინ არ შემომხმიანებიაო. ერთდილასაც დავჯექი და სახში მე თვითონ დავწერეო. მე აუღია ტელეფონი და მეზობლისთვის დაურეკავს და ახლობლისთვის მისი მელოდია დამიწერეო. და ტელეფონის მილის მიღმა უკვე ჯემალ სეფიაშვილი ეხვეწებოდა. წამიკითხეო. ისინი მართლაც იყვნენ მეზობლები. მე მათ ამ სახლში პრაქტიკულად გავიზარდე, ეს არის საბურთალოზე, იოსელიანის 37 ნომერში, სადაც კინოში მოღვაწე ადამიანები ცხოვრობენ ძალიან უმეტესად. და ბატონი ოთარ სეფიაშვილის და ბატონი ჯემალ სეფიაშვილიც კი სავარაუდოდ ამ წლებში იქ მეზობლობდნენ და ერთად ცხოვრობდნენ, დიახ. ნამდვილად. მაგრამ საინტერესო იცი რა არის, ნო? ეს ლექსი, ეს ტექსტი, ლექსადაც რომ ძალიან ლამაზად ჟღერს, აი ნახე ჯადოსნური ეკრანი და ჯადოსნური ფარანი, ასფუცელას ზღაპრები და ამბები თავფარავნის, 100 ასლამაზის წყაროს კოშკი რაკლაკეთ, ზეთამზისას, პირიმზისას, ზეჭაბუკის არაკეთს. სიცილით მეუბნებოდა, ოთარი რომ ამერიკაში რომ ყოფილიყავიო და ეს სიმღერა გასულიყო რომელიმე ტელევიზიაში, რომელიმე გადაცემის ქუდან და ყოველდღე თანაცო. მილიონერი იქნებოდი მარტო ამ ერთი სიმღერით. მანჩარ, ჯერ ერთი მინდა შეგაწყვეტინო, იმიტომ რომ შენ ახლა ახსენე ისეთი ლექსი მინდა ოთარ სეფიაშვილს უთქვამს, ხო? შენთვის ასე მოუყოლია. ბავშვი რომ ეზოში გაიგებს ამ მუსიკასო და ამ სიმღერასო, ამ ლექსეო და სახში რომ შემოვაო, რა დრო იყო არა, რომ ბავშვებისთვის რაღაცა ისეთი იწყებოდა, რის გამოც ისინი შესაძლოა ფეხბურთის თამაშს მიატოვებდნენ და შემოდიოდნენ სახლში. ეხლა ყველაფერი ხელმისაწვდომია უკვე ციფრულ მედიაში, ისე რომ დროს არ აქვს მნიშვნელობა. ციფრული მედია გვაძლევს საშუალებას დროში ვიმოგზაუროთ. თანაც ნინო, ამ შუაგაგანია ჯერ კიდე კომუნიზმი იყო, აი მიჯნა იყო 88-90 წლები და სიმღერაში არის ტექსტი ასეთი: ბნერს დაჯაბნის ნათელი და იყო არა იყო რა. გესმის რა შეიძლება თქმულიყო ამით ამ 1988-90 წლებში შექმნილი სიმღერით ბნერს დაჯაბნის ნათელი და იყო არა იყო რა ბროლის კოშკში დასხდებიან ყვავილები ველების ეკნარი რომ აენთება ცისარტყებლას ფერები. მანჩარ 84 წლის ასაკში 2014 წელს გარდაიცვალა ბატონი ოთარ სეფიაშვილი ნიუ-იორკში და ჩვენი მაყურებელი ახლა არკვევს რომ ის ყოფილა შენი მეგობარი. როდის დაიწყო თქვენი მეგობრობა? ჩემი და ოთარის მეგობრობა დაიწყო 2004 წელს. მის შემდეგ მრავალი საღამო ვისხედით მის ნიუ-იორკულ ბინაში და მას უყვარდა და მივითმევდით თევზების მეფეს ჩაფსის. ჩაფსი არის ასეთი ცოტა ცხიმიანი შებოლილი თევზი და ლუდთან ერთად და საუბრობდით ყველაფერზე. ოთარი სხვა მრავალი ებრაელისაგან განსხვავებით წამოვიდა საქართველოდან უკან შინ დაბრუნების იმედით. ნინო მას არც სახლი გაუყიდია და მისი სამუშაო ოთახიც და არქივებიც გადაფურცლული დატოვა საწერ მაგიდაზე. რომ დაბრუნებულს ისე იმ გვერდიდან განიგრძოს წერა, სადაც შეწყვიტა. მე ვაკვირდები და იცი ეს პატარა ცხოვრების დეტალი ჩემთვის რამხელა დეტალი არის ადამიანის შესაძლებლად, ემიგრანტის შესაძლებლად. და ჩემი თხოვნით ხო, რა იცი რა, იმის გარდა რომ დარწმუნებული ვარ ფესახის დღეებშიც სტუმრობდი მას. იმიტომ რომ მე ვიცი რომ შენ ძალიან ახლოს მეგობრობდი ბატონ ოთართან და მის მემკვიდრეებთან აგრძელებ ურთიერთობას. საინტერესოა იმის გარდა რომ ვთქვათ სტუმრად დადიოდით,
რას იხსენებდა ამ თავის მოღვაწეობაზე. მე ხლა მაყურებელს მინდა უბრალოდ ცნობისთვის მივაწოდო ინფორმაცია განსაკუთრებით იმ თაობას, ვინც ამ სატელევიზიო ლეგენდარულ სახეს არ იცნობდა. რომ ბატონი ოთარი იყო საბჭოთა ხელოვნების რედაქტორი წლების განმავლობაში ჟურნალის, საქართველოს ტელევიზიის კინოგადაცემათა მთავარი რედაქციის მთავარი რედაქტორი, რამდენიმე წიგნის და მონოგრაფიის ავტორი, მისი სცენარებით გადაღებულია დოკუმენტური ფილმები დავით გამრეკელზე, მიხეილ ჭიაურელზე, ივანე ჯავახიშვილზე, ქართველთა ჯვრის მონასტერზე იერუსალიმში ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რა იყო, რომ 20 წლის განმავლობაში ეს ადამიანი ქართული ტელევიზიის ისტორიაში ქმნიდა ყველაზე რეიტინგულ გადაცემას. ყოველ შაბათს მთელი საქართველო ასაკის პროფესიის განურჩევლად, ხო? იკრიბებოდა ტელევიზორთან შაბათ საღამოს, რომ ენახა გადაცემა ილუზიონი. ამ კაც ძალიან ბევრი ექნებოდა მოსაყოლი შენთვის. ნამდვილად, მაგრამ ნინო არ მინდა რომ გამოგჩეს იმ ჩამონათვალში. იგი ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეა. ყველაზე მთავარი ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე იყო. ჩემი თხოვნით 80 წლის მღწოვანი ადამიანი დათანხმდა რომ სასტაბო კაბადონებში ჩემი ჟურნალის მამულის ფურცლებზე გაგვეცოცხლებინა ილუზიონი. შევახსენოთ მაყურებელს, რომ მამული ეს არის ქართულენოვანი ჟურნალი, რომელსაც შენ გამოსცემ ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველებისთვის. 15 წელიწადზე მეტია. დიახ. და მაშინ 85 კილოგრამამდე ხენაწერები თბილისის სახიდან ილუზიონის არქივები ჩამოუტანე და ეს ადამიანი, ეს მღწოვანი ადამიანი რუდუნებით შეუდგა ამ მასალებზე მუშაობას. ანუ შენ თბილისში გამოგაგზავნა, რომ თავისი პირადი არქივების ნაწილი წამოგეღო? ეს იყო ილუზიონების არქივი, 85 კილოგრამდე, რომლის ეს იყო დიდი პროექტი, რომლის ტრანსპორტირება უსაფრთხოდ მომხდარი იყო ნიუ-იორკში. რას მოიცავს ეს მასალები, ეს 85 კილოგრამი? აი, რა არის? ეს არის ხელნაწერები? აი, ასეთ ხელნაწერები. სადაც ბატონი ოთარი რას წერს? ილუზიონის შესავალ ტექსტებს, მაგალითად, არ ვიცი. დავით, ილუზიონი 4 აპრილი 1982 წელი. დღეს პროგრამაშია მცირე ვისკონტიანა ფილმის ოჯახის პორტრეტი ინტერიერში. იწყება ის ტექსტი, რასაც იგი კითხულობდა, არის, მაგრამ მანამდე ყველა დეტალსაც კი ბატონი ოთარი უთანხმებდა ზემოთ და იყო პროექტში ასახული. ჩვენი გადაცემის ტრადიციულ ქუდში ამჯერად არაფერი შეიცვლება. საცნობი მუსიკის ფონზე ისევ აღმოცენდება ძველი ილუზიონის გრაფიკული გამოსახულება. ისევ იმოძრავებს კამება ძვერებული ფარნის მსხვილ ცეცხლიდან ფასადის აბრამდე. ჩვენს ყურადღებას წარწერაზე ილუზიონი, რომელიც შემდეგ სახელწოდებად აღიქმება, შემდეგ კი ამოქმედება სპეცეფექტი და კადრზე შემოვა ლუკინო ვისკონტის ფოტო. აი ასეთი დეტალი. ეს იყო შესათანხმებლად ხელმძღვანელობასთან შესათანხმებლად დაწერილი ტექსტი? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩანს იგრძნობა ამ მასალაში, რომ ის ყველა გადაცემას ზევით ათანხმებდა. მე ვხვდები, სანამ ამაზე პასუხს მეტყვი, მე ვხვდები იმას, რომ რა თქმა უნდა, პროპაგანდისტული მანქანა არ გაუშვებდა შანსხელიდან ასეთი რეიტინგული გადაცემის საშუალებით ზედმეტად გავლენა რომ არ მოეხდინა მაყურებელზე, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ოთარი იყო საოცრად გემოვნებიანი ადამიანი, ძალიან კარგად იცოდა მსოფლიო კინემატოგრაფი, გვაძლევდა საშუალებას გვენახა ის, რაც საბჭოთა კავშირის რკინის კედლებში შეუძლებელი იყო შემოღწეულიყო ჩვენთან, მაყურებელმა მინდა ეხლა იცოდეს ერთი რამ, როგორც ტელევიზიის თანამშრომელი გეტყვით, რომ მაშინ რა თქმა უნდა საქართველოს ტელევიზია ვერ გადაიხდიდა თანხას და ვერ იყიდიდა იმ ფილმებს, რომელსაც ილუზიონი ჩვენ გვთავაზობდა, ამიტომ ბატონმა ოთარმა მოიფიქრა ასეთი ხრიკი, ის უშვებდა ფილმს არასრული ვერსიით, მხოლოდ 5-7 წუთს ამოაკლებდა იმისთვის, რომ ფილმს სრული სეანსი კი არ დარქმეოდა ამ ჩვენებას, არამედ ფრაგმენტის ჩვენება დარქმეოდა და სწორედ ეს აძლევდა საშუალებას
მას როგორც ამ გადაცემის ავტორს რომ ჩვენთვის მოეწოდებინა ის ძალიან მნიშვნელოვანი დასავლური ინფორმაცია და ის სულიერი საზრდო, რასაც ჩვენ ვიღებდით ყოველ შაბათს და როგორც ვეცნობოდით მსოფლიო და დასავლურ კინემატოგრაფს. მაგრამ მე მაინტერესებს შენთვის უთქვამს როდესმე, აი აღდგომა დღეს მაგალითად, ლედი კარატე რო გააშვებინეს ერთ წელს, ეს იყო ზევიდან დავალება რომ რაღაცა ძალიან საინტერესო უნდა გასულიყო ამ დროს. ქალი კარატისტზე ფილმი. ქალი კარატისტზე ფილმი, აგრეთვე ფანტომასი, რაც კი კარგი დრამა ფილმი იყო, ან კომედია იყო, ან ძალიან ცნობილი, ის რა თქმა უნდა ყოველთვის აღდგომა დღეს და ასეთ რელიგიურ დღესასწაულებზე გადიოდა. ჩვენ ვლაპარაკობთ 1982 წელს, გაგანია კომუნიზმის ეპოქას. 82 წელს დაიწყო, 82-ში გადიოდა უკვე ილუზიონი. ფანტომასი მაგალითად, ვისკონტიანა, ფელინია და ჩაპლინია და აი ეს სერიალები, რომელიც ამ ადამიანმა შემოგთავაზა 81 წლიდან, 82 წლიდან მოყოლებული 1970 წელს დაიწყო, როგორც ვიცი, ილუზიონმა მაუწყებლობა ამ გადაცემამ ყოველ შემთხვევაში ეთერში და 20 წლის განმავლობაში მაუწყებლობდა. იცი რა არის? აი სწორედ იმ ეპოქაზე, რომელზეც ახლა შენ საუბრობ, მანუჩარ, ხო? არ ვიცი, როგორ უნდა მიაღწიო, ვისთან უნდა შეეთანხმებინა მაშინ, რომ გადაცემისთვის დაერქმია ილუზიონი. ეს ხო საბჭოთა მოქალაქისთვის რაღაცა ისეთ usazgro ფანტაზიას აღვიძებდა. შენთვის მოუყოლია რატომ დაარქვა ეს სახელწოდება? ჩვენ ამაზე გვიკამათია. ამაზე ჩვენ გვიკამათია ყოველთვის. მახსენდება ჩვენი კამათი ამ სიტყვა ილუზიონზე და ილუზია ლექსიკონში ცდომილებას, სრულ წარმოდგენას ნიშნავს და კინოს 1920-იან წლებში მართლა ამას ილუზიას უწოდებდნენ და ასე მიხსნიდა თვითონ ოთარის და მე ყოველთვის ვეპასუხებოდი და მეუბნებოდი რომ ამ გადაცემისთვის ილუზიანის დარქმევით მეთქი მთელ საბჭოებს მეთქი სილა გააწაით მეთქი რომ დაანახეთ რომ ილუზიურ სამყაროში ცხოვრობდით ანუ სრულ გამოგონის სამყაროში და ამ ილუზიიდან გამოვყავდით თქვენს ფილმებს მეთქი და ინო უნდა გენახათ როგორ მოწონდა ამის მოსმენა და ჩაიცინებდა ხოლმე ჩუმად. იცი რა, მის ფილმებს ხომ უდიდესი გავლენა ქონდა ამ მაყურებელზე. ამაზე ორი აზრი არ არის. რა თქმა უნდა, უდიდესი. მე როგორც მახსოვს, ეს იყო პირველი გადაცემა, რომელმაც საბჭოთა მაყურებელს აჩვენა ფილმში თუნდაც. მართალია, მაგრამ აჩვენა განსხვავებული ორიენტაციის ადამიანი. რომელიც არ მალავდა ამ ორიენტაციას ამ ფილმში, ხო? რეალურად გამოდიოდა, რომ საბჭოთა ხალხი ამ გადაცემის სახელწოდებიდან გამომდინარე რაღაც ილუზიებში ცხოვრობდა. ეს ძალიან კარგად ამხელდა ამ რეალობას. სახელწოდებაც კი და ამ სახელწოდების ქვეშ შემოთავაზებული ფილმებიც. ბანჩარ, მე მინდა კითხო, აი ბატონი ოთარი ამ გადაცემის მიღმა ჩვენ დაუბრუნდებით ალბათ ისევ ილუზიონს. ვიცით რომ მისი ფოტო კამერას აქვს აღბეჭდილი უნიკალური ფოტოები, რომელიც მე გავრცელებულა არა მარტო საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, იმიტომ რომ ის დადიოდა ფესტივალებზე, სადაც ხდებოდა მეგავარსკვლავებს, სოფლიოს მეგავარსკვლავებს. რა ვიცით ამის შესახებ? ვინ ყოფილა მის ობიექტივში მოხვედრილი? ეს ძალიან სხვა თემა არის. გარდა იმისა, ილუზია ეს არის დიდი კავშირები მსოფლიო შამანებთან, შამანებს უწოდებდა. მას ინტერვიუები აქვს ჩაწერილი ფედერიკო ფელინთან, ლუკინო ვისკონტისთან, აკირა კუროსავასთან. შამანებს იმიტომ უწოდებდა, რომ თემის როცა ვესაუბრებოდიო, გამოხედვა ქონდა ისეთიო, ისე გიყურებდაო, გიჩნდებოდა იმის შეგრძნება, რომ შიშველი იყავიო და ინსტინქტურას ხელებს იფარებდიო. გაშიშვებდა როგორც რენტგენია. ბატონი ოთარმა გაზეთ თბილისის კითხველებმა საერთოდ ბატონ ოთარის სეფიაშვილის ფოტოაპარატით მის ფოტო რეპორტაჟებში გაიცნეს კუროსავა, ფელინი და ჯულიეტა მაზინა, სიმონა სინიორე და იბონტანი, ჟან მორე, ლიz ტეილორი და ბობი ფიშერი. მასვე ეკუთვნის ცნობილი კადრი, რომელიც შემდეგ იტატასმა თუ საკდესმა ასმა თანხად მიყიდა ნიუ-იორკელ ჟურნალ ლაივს და ამ კადრზე მოგიყვებით. ესე იგი, მოსკოვის ფილმ ფესტივალის ფარგლებში დარბაზობა მოეწყო თურმე და მოვიდნენ ჯინა ლოლობრიჯიდა და ელიზაბეთ ტეილორი. და ერთმანეთის დანახვაზე გული გაუსკდათ. აღმოჩნდა, რომ ორთავეს ერთნაირი კაბები ეცვათ. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ ტეილორს როგორც ამერიკელებს უყვართ ოქროსფერი ქამარი ჰქონდა, ხოლო ჯინას ცისფერი თუ ლურჯი ქამარი. თურმე აღმოჩნდა, რომ
ერთი და იგივე ფირმამ შეუკერა და ისეთი წუწკები აღმოჩნდა, რომ არ ეგონათ ესენი შეიძლება შეგოდონ კიდეც ერთმანეთს. სინამდვილეში კი ჩვენ აიხა სწორედ ამ ფოტოს ვხედავთ ეთერში. ესე იგი, შენ ამტკიცებ, რომ ეს არის ოთარ სეფიაშვილის მიერ გადაღებული ფოტო, რომელიც მე ლაივში, ჟურნალ ლაივშიც დაიბეჭდა. სინამდვილეში კი ამბავი მე პატარა კორექტირება შევიტან, ვინაიდან ხალი ვარ და კაბებს და სამოს უფრო მეტ ყურადღებას შესაძლოა უთმობდე ხალებისას, ხო? ეს იყო ჯინა ლოლობრიჯიდას, უბრალოდ ელიზაბეთ ტეილორმა ეს კაბა შეუკვეთა იվ სენ ლორანს და მოდიოდა 1961 წელს მოსკოვში კინოფესტივალზე, სადაც კრემლში მიღებაზე გამოცხადების დროს აღმოაჩინა, რომ ზუსტად იგივე სახის კაბა, როგორც შენ აღნიშნე, ეცვა ჯინა ლოლობრიჯიდას. მაგრამ სინამდვილეში, როგორც მერე გაირკვა, ჯინასთვის იվ სენ ლორანს არ შეუკერავს ეს კაბა. ჯინამ დამოუკიდებლად საიდანღაც ჩაიგდო ხელში თარგი და შეაკერინა ჩვეულებრივ კერავს და ჯინას სხვათაშორის ასე შეეოდა, ის არ დადიოდა ყოველთვის შესაკერად ძვირადღირებულ დიზაინერებთან, ახერხებდა რაღაცა სხვა გზებით ასეთი კაბების შეკერვას და ესე იგი ამ დროს მოწმე არის ოთარ სეფიაშვილი. მათ ხომ კამრები აქვს, ერთი ცისფერი, მეორე წითელი, ეს არის სულ სხვაობა. სხვა შორის ძალიან საინტერესო რა იყო, იცი კიდე? ელიზაბეთ ტეილორმა არ შეიმჩნია ეს, პირიქით ამოიყენა გვერდში ჯინა და ყველას დაარწმუნა, რომ ეს ასეც იყო ჩაფიქრებული. ეს იყო ძალიან სწორი მიღებული გადაწყვეტილება ქალისა, რომელიც ამ სიტყვა ქალს ატარებს აი მთელი თავისი სისავსით რა. იმიტომ რომ ასეთი რამის მოფიქრება, ესე ადვილი არ არის ამდენი ფოტოკამერის წინ. მათ შორის ბატონი ოთარ სეფიაშვილის კამერის წინაც. როგორც ახლა მივხვდი. კიდევ რა ფოტო აქვს ისეთი, რაც შეიძლება არ ვიცოდეთ რომ ერთი საინტერესო უნდა მოგიგოთ მოსკოვში გორკის კლუბში ტარდებოდა შეხვედრა სოფი ლორენთან და ოთარს ფოტოაპარატში ლენტა გაუთავდა და ოჭი შესაძლებლად შესულა კულისებში. ნელი ადგილი რომ მოეძებნა და კულისიდან რო გამოდის რას ხედავს. სოფი ზუსტად ისე მოგიყვებით როგორც თვითონ მომიყვა. სოფი ლორენმა ამ ულამაზესმა ქალღეთმა წითელი ფაშფაშა კაბა ეცოდა და კოლოფიდან სიგარეტის ღერი ამოიღო. თითებს შუა გაიჭრიდა. აი ძალიან ნაზი მოძრაობით აუდიტორიას ანიშნა, რომ ცეცხლის მოკიდება სურდა. და მასთან ახლოს ირგვლივ სულ ფოტოკორესპონდენტები იყვნენ. და ამ დროს ახდება უკლევი ყველამ კამერებს ხელი გაუშვეს, ჯიბიდან სანთებელები დააძრეს და გაუწოდეს და ვინ საიდან ცდილობდა რომ ცეცხლი მიეწოდებინა სოფისთვის. და ამ მომენტის გადამღები ოთარის გარდა არ ვინ დარჩენილა. სოფი ლორენს უჭირავს ხელში სიგარეტი, მისი მგივ კალად მოხოვულ ფოტოკორესპონდენტთა არმიას ხელში ცეცხლმოდებული სანთებელი უჭირავ და წითელ კაბაში ჩაცმულს ცეცხლის კალი, დიდი ცეცხლის კალი აკრავს ირგვლივ. ეს სურათი 1965 წლის 18 ივლისს მოსკოვის მეოთხე კინოფესტივალზე გადაღებული გორკის პარკის აუდიტორიაში და ამ სურათს ახლაც ჩემი გზებით მე ჩემი კოლექციის პოლონურ ჟურნალის რედაქციაში ვეძებ, ფილმი და ეკრანის არქივებში ვეძებ, იმიტომ რომ იქ შეიძლება იყოს დაბეჭდილი, რადგან რედაქტორმა პირადად სთხოვა ოთარის რომ დამითმე. ანუ ეს ფოტო ეხლა არ მოგვეპოვება, თუმცა უნდა აღნიშნოთ, რომ ეს ის ქალი მსახიობია ულამაზესი, ხო? სოფი ლორენი, რომელიც არქივებში, ხა მე გუშინ ვათვალიერებდი სწორედ რაღაც ფოტოებს, საერთოდ არსად არ ერიდებოდა აი ამ სიგარეტის მოკიდების სცენას. ძალიან ბევრ ფოტო კორესპონდენტს აძლევდა იმის საშუალებას, რომ გადაეღოთ ხო, როგორ გაჩავს ის ნაფას, მაგრამ აქ ლაპარაკი იმაზეა, რომ ყველა ფოტო რეპორტერმა თუ გვერდით გადადო კამერა და მისთვის მოკიდება უნდათ ერთადერთი, ვისაც კამერა ამ მომენტში მომართული ქონდა ოთარ სეფიაშვილი ყოფილა. ოთარი პირადად იცნობდა ჯინა ლოლობრიჯიდას, სწორი ვარ? პირადად იცნობდა ჯინა ლოლობრიჯიდას. აი ერთი ფაქტი არსებობს ჯინა ლოლობრიჯიდასთან დაკავშირებით, მასაც მოგიყვები. აეროპორტში არსებობს ასეთი ფოტო, აეროპორტში გადაღებული. ჯინა ლოლობრიჯიდა როცა ჩამოფრინდა მოსკოვში, აეროპორტის ბორტიდან რომ ჩამოდის, არსებობს ფოტო, რომ თავზე პლაში აქვს მოხურებული. აი ეს პლაში არის ოთარის პლაში. რომ ჩამოფრინდა, უეცრად წვიმამ დაუშვა და ჯინამ რატომღაც შეწუხებული და მოხუშული სახე მიიღო და ეს ბატონი ოთარი გიყვება, ხო? რა თქმა უნდა. ოთარი მე არა მის უკან და ოდნავ მოშორებით ოღონდ. და ქართული ხასიათი თუ ეს კავკასიური ხასიათი აბობოკრებულა და გაუხდია ეს პლაში და დაუძახებია ჯინა და პლაში გადაუგდია, მიუწოდებია.
აი მას გამოურთმევია, მადლობა მოუხდა და თავზე დაუფარავს ეს შენი ოთარის პლაში. მანჩარ, იცი რა, ჩვენ აუცილებლად უნდა აუხსნათ მაყურებელს და შევახსენოთ ვინც იცის და ვინც არ იცის, ეხლა გაიგოს რომ ბატონი ოთარს აქვს დაწერილი არაერთი წიგნი და მე როგორც შენ როგორც კოლექციონერს ეჭვმაქვს რომ შეიძლება რაღაცა გაქვს მისი გამოცემებიდან შემორჩენილი. რა თქმა უნდა, ფაქტიურად ყველა ოთარი მრავალი წიგნის ავტორია და მე ახლა განახებ ჩემ ბიბლიოთეკიდან იმ უიშვიათობად ქცეულ ეგზემპლარებს, რომელიც მის კალამს ეკუთვნის. და რომელიც ძალიან ბევრ თბილისური ოჯახის ბიბლიოთეკაშიც შესაძლოა იყოს შემორჩენილი. შეიძლება ნამდვილად, მაგრამ არ ამგონია რომ ეს იყოს შემორჩენილი რომელიმე ნიუ-იორკულ კოლექციაში. აი ეს არის ჩემი საყვარელი წიგნი. ჩარლი, პატარა ადამიანი არა, გმირი. მას განსაკუთრებულად, აი ეს არის ეკრანი და დრო. სკელი საკმაოდ სკელი წიგნი არის. ჯარისკაცის მამა. სიტყვა. მას განსაკუთრებით უყვარდა ნატო და აი სამი წიგნი აქვს ნატოზე დაწერილი. მიხეილ ჭიაურელი. მან პირველმა იმოგზაურა გიაჭუბაბრიასთან ერთად და საქართველოს მხოლოდ მის დოკუმენტურ ფილმში ნახა ტელეკადრებად შოთა რუსთაველის ფესკა იერუსალიმში. არსებობს ამის დოკუმენტური ფილმი და არსებობს წიგნიც. აი აქ არის ანუ ფრესკის არსებობის შესახებ რა თქმა უნდა ინფორმაციას ფლობთ. ირაკ-ირაბაშიძემ დაადგინა, მაგრამ გადაღებით კამერა ვერასოდეს ვერ შევიდა შიგნით. ამისთვის დაჭირდა ბატონ ოთარს თავისი ებრაული კავშირები, რომ კამერის შეტანის უფლება ირაკ-ირაბაშიძეც ამბობდა, რომ კამერის შეტანას ჩვენს მონასტერში არ ებიზარდნენ ამის უფლებას. ოთარი სეფიაშვილი იყო ერთადერთი ადამიანი გიაჭუბაბრიასთან ერთად, რომელიც კამერით გადამღებ ჯგუფთან ერთად შევიდა ჩვენს მონასტერში და პირველად საქართველოს ნახა ამ ფრესკის ვიდეო კადრები ოთარ სეფიაშვილის ფილმ. მინდა სხვა კიდევ მაგ წიგნებზე აი ეს წიგნი არის ძალიან საინტერესო ისტორია აქვს ამ წიგნს. ამ წიგნს ქვია თქვენ ნახავთ, ამ წიგნს ქვია სახელად ხსოვნა. სათაური როცა შეარჩია, ხო ძალიან დამდგუნველად მომეჩვენა. იცით რომ ჩვენთვის ხსოვნა ასოცირდება გარდაცვლილ ადამიანთან და ასე შემდეგ. და შებეწინააღმდეგე. მე ისეთი ახსნა მომცა, რომ სხვა გზა მქონდა დაუთმე. ეს წიგნიო მხოლოდ იმ ფაქტებით დავწერეო, რაც ცხოვრების მიწურულს ჩემს გონებაში და მეხსიერებაში დაილექა და დარჩაო. არქივები კი არ მოიხმეო. მთლიანად მეხსიერებას ვენდეო. რაც მახსოვდა, რაც ჩემს ხსოვნას შემორჩა, მხოლოდ ისინიო და ამიტომაც ქვია ამ წიგნს. მანუჩარ, ჩვენ დაგვრჩა სულ 2 წუთი. მე ხლა ერთი მინდა რომ აუცილებლად მაყურებელს უთხრა, რომ შენიყავი ადამიანი, ვინც უშუალოდ დაეხმარა ნიკოლოზ რაჭველს და სცენარისტსა და პროდიუსერს თეონა ჯორბენაძეს მათი ერთობლივი პროექტისთვის კინომუსიკის შედევრები, მეხსიერების ბარათი კონცერტი, რომელიც 22-ჯერ გაიმართა საქართველოს სხვადასხვა დარბაზებში და 22-ჯერვე იყო ანშლაგით, რომ ჩაეწერათ ამ პროექტისთვის, მაშინ როცა საუბარია კინომუსიკაზე, შეუძლებელი იყო ეს პროექტი წარმოჩენილი იყო ინტერვიუს გარეშე ოთარ სეფიაშვილთან. მე ვიცი რომ ამ ინტერვიუს ჩასაწერად უშუამდგომლე მას ჩვენ სწორედ ამ პროექტიდან ვიხსენებთ ახლა ამ კადრებს, მაგრამ ამის გარდა ეს მუსიკაც, რომელიც ძალიან მინდა ეხლა რეკლამა არ მიშლიდეს ხელში და დავტოვო ცოტა ხანი ეთერში არ მეძლევა საშუალება. ეს მუსიკა და ეს ქუდი ზოგადად, ხო, იყო ძალიან, აი რაღაც იწყებოდა და მართლა ყველა იკრიბებოდა ტელევიზორებთან და ყველა უცდიდა რაღაცა ერთ კადრს. ნამდვილად. ნინო, სანამ ეს კადრი გავა ეთერში, მინდა რომ რაღაცა ერთი წამით რაღაცა გიწევ. ძალიან მოკლედ, მანუჩარ, პრაქტიკულად უნდა დავამთავროთ. ძალიან წუხა რომ მე ამაზე ოთარის სიცოცხლეში არ მისაუბრია. ყოველთვის მომწონდა კადრი, როცა გოგონა გარბის წვიმაში, თქეში, ტალახში და მუსიკის მიღმა გონია გესმის იმ ტყლაპოში ჩადრახუნების ხმაც. ბავშვობაში ვერასოდეს ვიაზრებდი რატომ მომწონდა ეს კადრი და როცა სიმწიფეში გადავედი და ჩემი წილი ბრძოლა სიყვარულისთვის მეც გადავიტანე, პასუხი უმალ ვიპოვე. მე ზუსტად ამ სამწამიანი კადრით დავამთავრებდი ერთ ფილმსაც და ჩემთვის საყვარელი წერლის, გოგლა ლეონიძის ნაწარმოებსაც.
ეს გოგონა თხეში რომ გარბის, ფეხში შველა, ყვავილებით დაჩითული სარაფანი, მარიტა ცხენზე პირუკუღმა შემდგარი გადმოხდება და გაურბის ამასოფლის უსამართლობას, ხელიდან უსხდება ციციკოებს, გარბის და სიყვარული იმარჯვებს. დღეს ამ ცნობილ კადრებს ამ რაკურსით შევხედოთ. წლების წინანდელი ქუდი ჩვენმა თანაგუნდელმა ლაშა დარდაგანმა მოინდომა, რომ ახალი ვიზუალური მასალით განეახლებინა ჩვენ მადლობას ვუხდით პირველ რიგში პირველ არხს, რომელმაც სხვადასხვა სივრცეში შემოგვიტოვა ეს მასალა და მოგვცა იმის საშუალება, რომ შეგვექმნა მისი ახალი ვერსია მხოლოდ ერთჯერადი ჩვენებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ რა თქმა უნდა დღეს ვიხსენებთ ოთარ სეფიაშვილს. მე მადლობას გიხდი მანუჩარ, მაყურებელს შევახსენებ, რომ ეს მუსიკა ჟორჟ გარვარენცის ეკუთვნის ფრანგ კომპოზიტორს, რომელიც ჟღერს დენი დელა პატელიეს ფილმში ზეცის ქუხილი. სხვა შორის ამ ფილმს მიშელ მერსი და რობერტ ოსელინი მონაწილეობენ ამ ფილმში. და ის, რაზეც შენი საუბრე მარიტა ტალახში, ეს უკვე ჰეპი ენდია. რომ შეიძლებოდა მარიტა გაქცეულიყო. გოგმა ლეონიძე კი ჰეპი ენდებს მე მგონი არ უნდა წერდეს, ხომ და არ უნდა ეწერა. ეს არის ფანტაზია, რომელიც რა თქმა უნდა ჩვენ გვიხსნის გზას იმისთვის, რომ ვიგრძნოთ რამხელა კავშირი აქვს ხელოვნებას, კინოსთან, ლიტერატურასთან და მუსიკასთან. დიდი მადლობა მანუჩარს ვემშვიდობებით ნიუ-იორკიდან, შემდეგ ხუთშაბათს კვლავ გელი ჩვენს ეთერში. ახლა კი რეკლამაზე გავდივართ, რეკლამის შემდეგ კვლავ ბევრ სააზროვნოს და სანახავს გვირდებით. ვიდრე პირველამდე სხვა საინტერესო ამბებს გიამბობ, წარმოგიდგენთ პირველად ჩვენს ეთერში თბილისის პირველ ახალგაზრდულ ორკესტრს, მის პირველ წევრებს და ხელმძღვანელებს. დღის ამბები აგრძელებს ტელეკომპანია პირველის ეთერს. გიორგი კიკაბიძეს მივესალმები. ნინო, კიდევ ერთხელ მოგესალმები, ახალ ამბებს მოკლედ 12-ზე გიორგი კიკაბიძე გიყვებათ. საპარლამენტო უმრავლესობის ხდომა არასრული შემადგენლობით ქართული ოცნების პრესამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მმართველი გუნდის უმრავლესობა შეხვედრას არ ესწრება. არ და დარბაზისთადაც პარტიის ლიდერები იკრიბებიან ხოლმე თითქმის სულსავსეა. შეხვედრა, რომელიც 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, უკვე დასრულებულია. მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა პარტიის ლიდერთან ვენეციის კომისიის რეკომენდაციები განიხილეს. ბიძინა ივანიშვილის პარტიაში თემის ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობა. მოხდა თუ არა ერთობლივი პოზიციის შეჯერება. თემის შესახებ პირდაპირ ეთერში ანა ახალაია ესაუბრებს, ანა გისმენთ.
თითქმის 2 საათიანი მსჯელობის შემდეგ უმრავლესობის სხდომა სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჟურნალისტებთან განცხადება უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა, რომელმაც გვითხრა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ვენეციის კომისიის შენიშვნები და რეკომენდაციებიდან ორი სრულად იქნება გათვალისწინებული. ერთი ეს ეხება მოსამართლეების საკვალიფიკაციო გამოცდების გაუქმებას, ანუ არამოსამართლე წევრებისთვის გამოცდების ჩაბარების აუცილებლობა არ იქნება საჭირო და მეორე საკითხი ეს ეხება ინტერესთა კონფლიქტს, ანუ როგორც არჩილ თალაკვაძემ გითხრა, მათ გაიზიარეს ვენეციის კომისიის ის რეკომენდაცია, რომელიც ეხებოდა, რომ თუ საბჭოს მოსამართლე წევრს სურს მიიღოს მონაწილეობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში, ის ამ კონკურსში ესე ვთქვათ, მას ამ კონკურსში კენჭისყრის უფლება არ ექნება. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ანუ ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციის, რომლის მიხედვითაც ერთი მოწვევის პარლამენტმა სრულად არ უნდა განამწესოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, როგორც არჩილ თალაკვაძემ გითხრა, ამასთან დაკავშირებით მათ ექნებათ მსჯელობა მოსამართლეებთან და სწორედ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას ქართული ოცნება გაითვალისწინებენ თუ არა ამ შენიშვნას. რაც შეეხება იმას, თუ რა როლი ჰქონდა ამ შეხვედრაზე პარტიის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, ანუ კონკრეტულად რა რჩევა მიიღეს ივანიშვილისგან ამ საკითხზე არჩილ თალაკვაძისგან კონკრეტული პასუხი ვერ მოვისმინეთ. კიდევ ერთი კითხვა იყო, რომელიც მედიის მხრიდან დაისვა თალაკვაძის მისამართით, ეს ეხებოდა სხდომის დაწყებამდე დეპუტატ კარლო კოპალიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას, როდესაც ქართული ოცნების დეპუტატმა თქვა, რომ ვენეციის კომისია ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში არ უნდა ერეოდეს, როდესაც ვკითხეთ ჩვენ თალაკვაძემს ხომ არ აზიანებს მსგავსი ტიპის განცხადებები ქართული ოცნების იმიჯს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა სწორედ იმიტომ, რომ ვენეციის კომისიის შენიშვნებსა და რეკომენდაციებზე იმსჯელონ. თალაკვაძემ გვიპასუხა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქართული ოცნების პოზიციაც უნდა ჩავთვალოთ მხოლოდ ის, რა განცხადებაც თავად უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. იყო საუბარი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ რეკომენდაციაზე, რომელსაც ჩვენ გავითვალისწინებთ და კაფიოდ დავარეგულირებთ ამ საკითხს, კიდევ უფრო დეტალურად გავწერთ კანონპროექტში პრაქტიკულად ეს რეკომენდაცია შესრულდება სრულად და მეორე საკითხი და განხილვა ეხებოდა გამოცდის თემას. თქვენ იცით, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია აქ პირდაპირ არ მიგვითითებდა, რომ გამოცდა გაგვეუქმებინა, გვეუბნებოდა, რომ დაუბრუნდეთ ამ საკითხს და კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ ჩვენ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შესაძლებელია გამოცდის ამოღებაც კრიტერიუმებიდან. ახლა განახლდება განხილვა პლენარულ სხდომაზე და პრაქტიკულად ამ ორ დღეს ძალიანად გამოვიყენებთ, რომ მეორე მოსმენით მივიღოთ კანონპროექტი. როგორც იცით, მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების ოფისში დაიწყო უმრავლესობის შეხვედრა, ქართული ოცნების პრესსამსახურა ტრადიციულად გაავრცელა ამ შეხვედრის ამსახველი ვიდეო კადრები, სადაც დაახლოებით, როდესაც უმრავლესობის სხდომის შეხვედრაზეა საუბარი, უნდა ესწრებოდეს 108 დეპუტატი, ანუ ქართული ოცნების სრული შემადგენლობა, თუმცა ამ კადრებში კარგად ჩანდა, რომ დიდი ალბათობით 20-30 დეპუტატი თუ იყო ამ შეხვედრაზე. ჩვენ დავინტერესდით, რატომ არ იყო სრული შემადგენლობით ქართული ოცნება წარმოდგენილი ამ აუდიენციაზე. არჩილ თალაკვაძემ ამ შეკითხვაზე გვიპასუხა, რომ ქართული ოცნების ოპერატორმა ეს კადრები გადაიღო ამ შეხვედრის დაწყებამდე 10 წუთით ადრე და შესაბამისად, ანუ მან იგულისხმა, რომ ყველა დეპუტატმა, როგორც თავად გვეუბნება, სავარაუდოდ ვერ მოასწრო ამ შეხვედრაზე შემოსულიყო და დასწრებოდა მისი განცხადებით უმრავლესობის ბევრი წარმომადგენელი იყო ამ შეხვედრაზე და არაფერი საგანგაშო იმაში არ არის, რომ გავრცელებულ კადრებში ძალიან ცოტა მათგანი თუ დაფიქსირდა. ანა ახალაია საუბრობდა პირდაპირ ეთერში. პარლამენტში დღეს ხმაურიან სხდომას ელოდებიან ქართული ოცნების ცენტრალური ოფისიდან დეპუტატები პარლამენტში გადაინაცვლებენ, რადგან წუთი-წუთზე პლენარული სხდომა იწყება პარლამენტმა მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის წესთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მეორე მოსმენით უნდა იმსჯელოს. ოპოზიცია კანონპროექტის განხილვის გადადებას მოითხოვს. მათი თქმით, ხელისუფლებას გადაწყვეტილების ფორსირებულად მიღება აქვს განზრახული. დავა პროცესი მოსამართლეების არჩევის ეს იქნება ალბათ ყველაზე ცხელი პროცესი. შედარება არ იქნება იმასთან, რაც იყო მაგალითად პირველი სია 10 კაციანი, ხო?
ამიტომ მათ არ უნდათ რომ პროცესი გადავიდეს შემოდგომაზე, იმიტომ რომ შემოდგომა უფრო ახლოს არის 2020 წლის არჩევნებთან და პოლიტიკური ფასის გადახდა უფრო დიდი იქნება. ისინი ცდილობენ პროცესი გადაიტანონ ზაფხულში არჩევის, რადგან ზაფხულში ისინი თვლიან, რომ არაპოლიტიკური სეზონია, აქტივობა არის ნაკლები, მედია გადაფარვა საკითხების არის ნაკლები, შესაბამისად უნდათ ნაკლები დაზიანებებით გამოვიდნენ ამ პროცესიდან. მოსამართლეთა მთლიან დაკომპლექტებაზე უარის ხმა და მომავალი 2020 წლისათვის გადანახვა, ასე ვთქვათ, მოსამართლე გარკვეული ნაწილისა, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ არის ის, რომელსაც შეუძლია ჯანსაღი სასამართლო სისტემის შექმნა. ამიტომ ეს არის პოლიტიკური განაჩენი და თუ გონიათ, რომ პოლიტიკური ნაწილი მათი მხრიდან ეს შეფასება არის მათთვის მომგებიანი, ძალიან ცდებიან. დიახ, პოლიტიკურად შეაფასა დღევანდელი ვითარება ვენეციის კომისია. ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში ხმაურია, მოვისმინოთ, რასაც ხდებიან დეპუტატები და რასთან დაკავშირებით სიცხილია საზოგადოებას გავაგებინოთ, რაზეა საუბარი. გეშინიათ ამისი? შენ გაჩუნდი მან, ჭკვიანად იყავი რა. ჭკვიანად იყავი თქო მან. დავიწყოთ. გეტყვით, აგიხსნით. კი ბატონო, აგიხსნით ყველაფერს. აგიხსნით. უხერხულია. გადაწყვეტილება მიღებულია, განიხილება განოპროექტი, რას ბოლო გამონაკრისი ბატონი ოთარ კახიძე დასრულდება ამით დისკუსია. ბატონი ოთარ კახიძე. კი ბატონო, ყველაფერს აქვს თავის საზღვარი რა. კოლეგებო, ანუ ბატონო თავმჯდომარე. ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. ბატონო ოთარ სათქმევინე. ბატონო თავმჯდომარე. მე მაქვს წინადადება ესეთი, რომ ეს დოკუმენტი, რომელიც ჩვენ ახლა დაგხვდა აქ მაგიდასთან, ხო? ამ დოკუმენტში არის წარმოდგენილი, გადახაზულია გარკვეული პუნქტები, ჩასმულია ახალი პუნქტები, გათვალისწინებული როგორც ხედავ რამდენიმე რეკომენდაცია, მაგრამ ბატონო, რაზეც უკაცრავად, მაგრამ დრო რომ ავიღოთ, ანუ დღის წესრიგს არ შეცვლით, ნუ შეცვლით, მაგრამ უბრალოდ ავიღოთ დრო, გონივრული დრო, რაც იქნება ჩემთვისაც და ალბათ თქვენ ჩემი კოლეგებისთვისაც უმრავლესობიდან 2 საათი მაინც. როა გამოვაცხადოთ შესვენება, ამ შესვენების შემდგომ, როცა გავეცნობით დოკუმენტს და გადავადარებთ პირვანდელ ვერსიას, გადავადარებთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, შემდგომ განვაახლოთ განხილვა. იმ დღის წესრიგით, კი ბატონო, რომელიც დაამტკიცეთ, ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ გააცნობას თქვენ იღებთ, კი ბატონო, უბრალოდ მოგვეცით საშუალება დეპუტატებს, რომ გავეცნოთ ახალ პროექტს. კი ბატონო, მოგახსენებთ, დამთავრდა დისკუსია, თქვენი ამოცანა არის, ვიცით რაც არის, ეს არის ეგრეთ წოდებული ფილიბასტერი, ჩვენი ამოცანა განვიხილოთ ეს საკითხი. თქვენ გქონდათ სრული შეასრულება, ბატონი ანდრი წარადგენს განოპროექტს, არ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ დაარღვიოთ რეგლამენტი, დაარღვიოთ ეთიკის სტანდარტები. განიხილება ეს საკითხი. არანაირი შეკითხვა, დავიწყოთ განხილვა. მომხსენებელს აქვს საშუალება არა მარტო მოხსენების წინ, არამედ კენჭისყრის წინაც შემოგთავაზოთ ნორმები. მერე? რა პრობლემაა? ეს არის სპეკულაცია და მეტი არაფერი. ბატონი ანდრე ოხანაშვილი გთხოვ. რა სპეკულირებ, რას? მანდატური სამსახურს ვთხოვ ცოტა ხანში ჩაერიოს თუ არ დამშვიდებიან კოლეგები. კოლეგებო, არ გინდათ მოისმინოთ. პოზიცია მოისმინეთ და თუ არ მეთანხმებით, არ დამეთანხმეთ, კი ბატონო. ოთარ, ვიტყვი მომისმინეთ. პოზიციას დავაფიქსირებ და მოგისმენთ, თქვით, გეტყვით. კოლეგებო, ბატონო ანდრე, ერთი ძამით დაასრულეთ. კოლეგებო, მოგიწევთ ოთახის დატოვება, დარბაზის დატოვება. კოლეგებო, ვინ არის მომხრე, რომ ასეთი სახით გაგრძელდეს განხილვა, გთხოვ დაადასტუროთ ხელისაწევით. კეჭო ეყრება, მოასმენინეთ კოლეგებს. არ ესმით და მოასმენინეთ მაშინ.
გავიგე 1 საათი გეყო ხა 1 საათი ხო გეყო გავიგე კაბატონო ხათუნა დამშვიდით გავიგე წაიკითხეთ მე ამდენ დროს ხარჯავთ წაიკითხეთ მე ორწუთიანი ტექნიკური შესვენება გავიგე 2 საათი და უსმენთ საქართველოს თქვენ ამ წუთებში პირდაპირ ეთერში ხედავთ კადრებს საკანონმდებლო ორგანოდან ვითარება რამდენიმე წუთის წინ დაიძაბა ოპოზიცია მოითხოვა 2 საათიანი შესვენების გამოცხადება ვინაიდან როგორც იცით ანდრი ოხანაშვილი რამდენიმე წუთის წინ წარსდგა დეპუტატების წინაშე და მას უნდა გაეცნო დეპუტატებისთვის ვენეციის კომისიის რეკომენდაციები თუ რომელი რეკომენდაცია გაითვალისწინა ქართულმა ოცნებამ და რომელი არა სწორედ ამიტომ ოპოზიცია ითხოვდა რომ ისინი ჯერ გაეცნობოდნენ ქართული ოცნების დოკუმენტს და ამ შინაარსს გაეცნობოდა და ამის შემდეგ უკვე განახლდებოდა ხდომა ირაკლი კობახიძე მოწუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა და ისევ ტრიბუნას დაუბრუნდა მას შემდეგ რაც ლევან გოგიჩაიშვილთან ჰქონდა საუბარი საინტერესოა რა სიტყვის პარლამენტის თავმჯდომარე ახლა როგორ გაგრძელდება ხდომა ჯერჯერობით უცნობია ოპოზიცია როგორც იცით როგორც უკვე გითხარით ითხოვს 2 საათიანი შესვენების გამოცხადებას ასეთ იყო ამ დროისთვის განვითარებული მოვლენები დღის ამბებს უფრო ვრცლად 13 საათზე წარმოგიდგენთ ასე რომ დარჩით პირველზე შემოგერთდებით პირველამდე კი ჩვენს მაყურებელს პირველ რიგში ვამოგზაურებთ დროში ამას ჩვენ გადასარევად გვაძლევს საშუალებას ამ დროში მოგზაურობისთვის ვეყრდნობით ყოველთვის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ფოტომატიანეს ამჯერადაც მინდა გიამბოთ საქართველოს ამ სახელწოდებით ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა დროს რამდენიმე გაზეთი გამოდიოდა ერთ-ერთი იყო 1942-44 წლებში გამოცემა საქართველოს რომელიც ნაციონალ სოციალისტური გერმანიის ქართული ლეგიონის გაზეთი გახლდათ და ბერლინში იბეჭდებოდა. გაზეთს თან ერთვოდა სპეციალური უბის წიგნაკები ვერმახტის ქართველი მოხალისეებისთვის. 1943 წლის დღეისწორს სწორედ ეს გაზეთი საქართველოს აქვეყნებს პუბლიკაციას სახელწოდებით ქართველი ქალი. ციტატა მინდა ამოგიკითხოთ. 2000 წლის მანძილზე შექმნილი ქართული მეტყველება ისეა ჩამოყალიბებული რომ ქალის საპატივსაცემოდ დედრობით სქესი ყოველთვის წინ გამოითქმის. დედ მამა, ქალ ვაჟი, ცოლ-ქმარი, გოგო ბიჭი და სხვა. ქართველ ქალს გამუდმებით ეჭირა საპატიო ადგილი ჩვენს ცხოვრებაში. საამისოდ სასულიერო საქმეში წმინდა ნინო, ხოლო საეროში თამარ მეფეც კმარა. იხსენებს 1940-იანი წლების გაზეთი საქართველოს. ნოახველებ ამ წარწერით გამოქვეყნებულ რეკლამას ვაწყდებით 1896 წლის ყოველდღიურ გაზეთ ცნობის ფურცელში, სადაც რეკომენდაციას ხველის საწინააღმდეგო გერმანულ პრეპარატს უწევენ. სახელად უსტენიხტ. როგორც გაზეთი წერს, წამალი სუსპენზიის და საწუწნი აბების სახით იყიდებოდა, თუმცა ამ ყველაფერს როგორ მოიხსენიებს და რა ეღირებოდა მაშინ ეს პრეპარატი, მოდი ახლა ერთად წავიკითხოთ ამონარიდი. მაშასე იხმარება წინააღმდეგ ხველისა, ხმისა წასვლისა და ყელისა ავადმყოფობისა. ბოთლი 2 მანეთი და 40 კაპიკი, კონფეტი 50 კაპიკი. გაგზავნა და შეხვევა ცალკე იანგარიშება. ანუ შეფუთვას და ადგილზე მიწოდებას გულისხმობენ. ვკითხულობთ ამ ინფორმაციას 123 წლის წინანდელ ცნობის ფურცელში.
როგორ ყიდიდნენ უძრავ ქონებას მე-19 საუკუნეში, როცა არც ტელეფონი არსებობს და არც ახლებსაც აქვთ მიკუთვნებული მისამართები. როგორც ირკვევა მყიდველს გასაყიდი სახლი რომ ეპოვნა, ხალხში უნდა გაეკითხა. ყოველდღიური გაზეთი ივერია 1899 წელს აქვეყნებს კერძო პირის განცხადებას, რომელიც 2 სართულიან სახლს ყიდის. ახლა ამონარიდიდან უკეთ მიხვდებით, რას გულისხმობ. 6 ოთახი, 2 სამზარეულოთი, 1 სარდაფით და ბაღჩით კერის მოედანზეთ. იკითხეთ იქვე, ქეთევან ლომიძესთან. ასე ეძებდნენ და პოულობდნენ სახლებს და ერთმანეთს. ახლა კი მინდა გადმოვინაცვლოთ ჩვენს დროში და შევერთეთ ბაჩივალიშვილს. მოგესალმებით კიდევ ერთხელ მეგობრებო, მე ახლა უნდა შემოგთავაზოთ ძალიან საინტერესო და თბილი ამბავი. მოკლედ ბანგკოკში, ტაილანდში, უпростоრად ბანგკოკის ნაპირთან ჭაბურღილზე იპოვეს ძაღლი. 220 კილომეტრით ნაპირიდან 220 კილომეტრით ზღვაში ცურავდა ძაღლი, რომელიც ნავთობის ჭაბურღილის მუშებმა გადაარჩინეს. მათ პირველად ძაღლი დაინახეს ჭაბურღილის ქვეშ, გაყინული კანკალებდა და ერთ-ერთი მუშა, რომლის სახელიც არის ვისტაკ პუნლაუ, ამბობს CNN-თან ინტერვიუში, რომ ძაღლი თითქოს იხვეწებოდა თვალებით მიშველეთვე. საათნახევრის განმავლობაში ცდილობდნენ გააკეთებინათ ყულფი, რომ ძაღლი ამოეყვანათ და საბოლოო ჯამში რომ მოასწრეს, მოახერხეს ძაღლის ამოყვანა, სანამ ტალღები ძალიან დიდი იქნებოდა, აი წამი-წამზე გადაარჩინეს ძაღლი. რომ ამოიყვანეს, აჭამეს, შეეწყურვალ ძაღლს, წყალი დაალევინეს, დაბანეს და დაბანის შემდეგ ვეტერინარებიც მივიდნენ ადგილზე და დაადგინეს, რომ ძაღლი სრულიად ჯანმრთელი იყო და უბედნიერესი ძაღლი მერე წაიყვანეს ნავით ისევ ნაპირზე. სავარაუდოდ მეთევზეების ნავიდან გადმოხდა ძაღლი ან გადმოვარდა შემთხვევით. ახლა იმყოფება მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარში, მაგრამ პუნლაუ, ერთ-ერთი მუშა, ვინც გადაარჩინეს ძაღლი, ამბობს, რომ თუ არავინ არ იშვილაო, მე ვიშვილებო. ასეთი საინტერესო და სახალისო ამბავი. უბრალოდ 220 კილომეტრი რო ხარ ოკეანეში და ძაღლს რომ პოულობ, რა რეაქცია უნდა გქონდეს, წარმომიდგენია უბრალოდ. და რახან ძაღლებზე ვაპარაკობ, დაკარგულ ძაღლებზე. ახლახანს გავრცელდა Instagram-ზე, რომ ნაძალადევის მეტროსთან ბეჟანიშვილის ქუჩაზე კოკერ სპანიელი იპოვეს და ვინმე მაგ ტერიტორიაზე თუ ვიყურებთ და ვინმე თუ დაგეკარგა ძაღლი, მოკლედ ბეჟანიშვილის ქუჩაზე კოკერ სპანიელი დადუნძულებს და თქო მიაქციეთ ყურადღება, რა ვიცი. საგულისხმო ინფორმაცია ახლა ეს და ზუსტად ვიცი რომ გააქტიურდებიან ადამიანები იმისთვის რომ დაეხმარონ მეგობრის მოძიებაში. მე ახლა მინდა შემოგთავაზოთ ვიდეო, რომელიც რამდენიმე დღეა გავრცელდა სოციალურ ქსელში და ეს ვიდეო ასახავს აჭარის ყველაზე ღირსშესანიშნავ ადგილებსა და სხვა ადამიანებს, მის ავტორებს, რომლებმაც სრულიად უანგაროდ გადაიღეს ეს საპრეზენტაციო ვიდეო თავისი მხარის პოპულარიზაციისთვის, გაგაცნობთ აუცილებლად, როგორც კი ვიდეოს სრულად ვნახავთ.
ჩვენი აჭარა, ასე დაარქვა რეჟისორმა ზვიად სირაბიძემ ამ ვიდეოს, საპრეზენტაციო ვიდეოს ავტორი, მთავარი ავტორი, ახლა სწორედ ბათუმიდან გვერდდება, ზვიად მოგესალმებით. მადლობა რომ ჩვენთან ხართ და მადლობა რომ მოგვეცი ამ შენი ჯგუფის და შენი თავისუფლებით გადაღებული ვიდეოს სატელევიზიო პრემიერის უფლება. მე მიხარია რომ ჩვენ ეთერში ვხვდებით. მადლობა თქვენ რომ დაინტერესდით. იმიტომ რომ მე მახსოვხარ შენ ჯერ კიდევ როდესაც იღებდი მუსიკალურ კლიპს ვაჟე ტუღუშისა, რომლის პრემიერაც ასევე ჩემს სხვა არხზე და სხვა გადაცემაში შედგა. მე პირველ რიგში მოგესალმები და მითხარი როგორ უნდა გიყვარდეს ეს შენი ხარი ასე და რამდენი თანამოაზრე უნდა იპოვნო რომ ასე უბიუჯეტოდ გადაიღო ასეთი საინტერესო ვიდეო. ძალიან დიდი მადლობა ესეთი შეფასებისთვის. მე არ დამიწყია პირველი ეთერი მართლა თქვენთან და ათუმაც მიმაჩნია რომ ყველა ახალი ლეველზე თქვენთან ვხდები ეთერში და მოგესალმებით. ეგრეა, ეს ეხლა რა დონეა? ძალიან პასიფიკურად არშერს. ეხლა რა დონეა? ეხლა მნიშვნელოვანი ეტაპი მე ვფიქრობ. ძალიან მნიშვნელოვანი ლეველია ჩემს ცხოვრებაში. რაც შეეხება ჯგუფს, მართალ გითხრა, ძალიან თუ ეს ტრივიალურად არშერს, ძალიან მარტივად წამოვიდნენ ჩემი მეგობრები ამ პროექტის განხორციელება რო შევთავაზე. მათთან წლების მანძილზე თანამშრომლობ მე და არაერთი პროექტი გაგვიხორციელებია ერთად. თუმცა უცბად რო გითხრა არ იყო ნამდვილად იული ამ პროექტის გაკეთება, იმიტომ რომ იყო უამრავ პრობლემებთან კავშირში, რამდენადაც შეამჩნია ძალიან ბევრი ლოკაციაა გადაღებული. მათ შორის წყალქვეშ წყალქვეშაც კი ძალიან ბევრი ლოკაციაა და შესაბამისად იყო სხვადასხვა სამუშაოები პროექტები და ამის პარალელურად ალტრუისტულად უნდა დამერწმუნებინა ჯგუფი რომ იმუშაოთ ჩემთან ერთად, მაგრამ ვფიქრობ საინტერესო პროექტი გამოვიდა. ხო, საერთოდ ის რაღაცა საინიციატივო ჯგუფები ძალიან საინტერესოა რა. რაღაც სხვა მოდის კიდე შემოქმედების პროცესში. მე დარწმუნებული ვარ, ეხლა ამას საუბარი შორს წაგვიყვანს. მე მინდა პირველ რიგში მაყურებელს უთხრა, რომ შენ 15 წელიწადია აჭარის ტელევიზიაზე აკეთებ გადაცემას პროექცია. ხარ არაერთი რეკლამის ავტორი, მუშაობ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რისთვისაც გიწევს ძალიან ხშირად ვიდეო მასალაზე მუშაობა დამატებით. ეხლა ეს კლიპი ნახეთ და ვიცი რომ აჭარის ტურიზმის ადმინისტრაციის სატენდერო კონკურსი გაქვს კიდე მოგებული, ხო? ეს გასულ წელს მოვიგეთ და უახლოეს პერიოდში იქნება ამ კლიპის პრეზენტაციაც ნოემბრის თვეში დავასრულეთ კლიპზე მუშაობა, რომელიც უშუალოდ აჭარის მაღალმთიანი აჭარის საიმიჯო რგოლია, ერთ-ერთ ფოლკლორულ ნიმუშზე დაშენებით გავაკეთეთ ეს კლიპი და სავარაუდოდ ფრაგმენტებიც გაქვთ რომ გავიდეს თქვენთან. კი, ახლა სწორედ ამ ფრაგმენტებს ადევნებს თვალს ჩვენი მაყურებელი. რა ფოლკლორულ სტანდარტს გულისხმობდი? არის ერთ-ერთი ფოლკლორული ნიმუში, რომელიც ადევს აი ამ ვიდეო რგოლს და სწორედ ინსპირაცია იყო ეს, რომ ამ მუსიკაზე, ამ სიმღერაზე შესრულებული იყო ვიდეო რგოლი, რომელიც ამდენადაც ვიცი მე არის გურის და აჭარის ერთობლივი ფოლკლორული ნიმუში, ძალიან საინტერესო არა სისტემა. თავიდანვე მოთხოვნებში იყო ჩადებული, რომ უშუალოდ ამ კომპოზიციაზე უნდა შესრულებულიყო გადაღებები და კლიპი უნდა გაკეთებულიყო ამ კომპოზიციაზე. თან იყო მოგვიანებით შემოდგომა უკვე და საკმაოდ რთული იყო მუშაობა, იმიტომ რომ აღარ იყო ისეთი სიმწვანე, როგორც არის დამახასიათებელი აჭარის მაღალმთიანი რაიონებისთვის, მაგრამ ეს მოვასწარით. ვინ არის დღეებში იქნება ამ კლიპის ოფიციალური პრეზენტაცია. ვინ არიან შენი ჯგუფის წევრები, ვინც ამ რგოლებზე ერთად შენთან ერთად პირველ რიგში რა თქმა უნდა დავასახელებ ვიტყვი რომ შესანიშნავი ოპერატორი გიორგი შკუბულიანი, რომელთანაც ერთად უკვე არაერთ წელია ვახორციელებ სხვადასხვა პროექტებს. უბრალოდ კიდევ ერთხელ გამეორდები რომ ვფიქრობ რომ ეს ეტაპი არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ერთგვარი განაცხადი, მიუხედავად იმისა რომ
მე ამასაც ერთ-ერთ ეთერში აღნიშნე, რომ ეს არის პრაქტიკულად 30% იმის არის გაკეთებაც მსურდა, უბრალოდ არის რაღაც, რასაც ნინოობა თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ ზოგადად ვიდეოგრაფია არის ძალიან ძვირადღირებული სიამოვნება და მას სჭირდება სერიოზული ბიუჯეტი და შესაბამისად მაქსიმალურად შევეცადეთ, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ხარჯები მე მქონდა ამ კლიპის გადაღების დროს, რა თქმა უნდა. მაგრამ ვფიქრობ, რომ აი ჩემი და გიორგის შემოქმედებით ცხოვრებაში ძალიან სხვა ეტაპი იწყება, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ვაპირებთ და ერთ-ერთ ყველაზე მეტად ვისაც ვისაუბრებდი და უშუალოდ ვისაც მინდა ხაზი გაუსვა, ეს არის გიორგი შკობულიანი, რომელთან ზვიად, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მე ვიმედოვნებ, რომ ჩვენს მაყურებელს ამის კადრმტკიცებულებებსაც შევთავაზებთ, ოღონდ უკვე თვის ბოლოს, როცა ბათუმში ჩამოვა ზვიად ბოლქვაძე, ვისთვისაც შენ იღებ კლიპს. ეს ამ კლიპის გადაღებაც რაღაც კონკურსის და გრანტის გაცემის ხარჯზე მოხდა? და რა სიმღერაა და რა ნინო იყო უკვე არაერთი წელია აჭარის განათლების სამინისტრო ღია გრანტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს, სადაც ნებისმიერი იდეა შეიძლება რომ წარადგინო, არსებობს კონკრეტული ზედაზღვარი ბიუჯეტისა, რომელიც არის მითითებული. უბრალოდ ძალიან დააზუსტა უნდა დოკუმენტაცია და ძალიან საინტერესოა წარადგინო პროექტი, რომ დაინტერესდეს ბორდი, რომელიც ხებულობს გადაწყვეტილებას ამათ იმ პროექტის ირგვლივ. ამდენად ღირებულია და ამდენად სასიცოცხლო. და როგორც ხდები, გაიმარჯვე შენ, ხო? რა სიმღერაზე ვსაუბრობ ჩვენ ახლა? 25 პროექტი იყო თუ არ ვცდები. სიმღერა არის ოთარ ჭილაძის ლექსზე. შენ ხარ აქამდე ვინც უნდა მეთქვა, შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი. ზოგადად ამ ლექსს არ აქვს სათაური, მაგრამ მას იცნობენ, ამ პოეტ ოპუსს იცნობენ აი ამ სათაურით, სწორედაც. არის არაჩვეულებრივი კომპოზიცია, ძალიან ლამაზი კომპოზიციაა და სადღაც მაისის შუა რიცხვებში უკვე კლიპი იქნება მზად და წინ ძალიან სერიოზული სამუშაოები გვაქვს. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ მოგვეცემა საშუალება მივადევნოთ თვალი გადაღების პროცესსაც და წინასწარ ეთერში მინდა შემოგთავაზო ამ კლიპის პრემიერა სწორედ ჩვენს გადაცემაში. ნახოთ რამდენად მიიღებ ამ შემოთავაზებას. მე მინდა მადლობა გადაგიხადო იმისთვის, რომ ჩაგვერთე ბათუმიდან და ძალიან დიდი წარმატებები გისურვო რა, იმიტომ რომ ძალიან აქტიურ ფაზაში ხარ, როგორც თქვენც ასევე ძალიან დიდი წარმატებები. მადლობა. რეჟისორ ზვიად სირაბიძეს ვემშვიდობებით ახლა მისი ახალი ვიდეორგოლის მოლოდინში მაღალმთიან აჭარაზე და ზვიად ბოლქვაძის კლიპით ხელში მე კიდევ ერთხელ მას ვიწევ ჩვენთან საპრემიეროდ. ახლა ახალი ახალგაზრდული ორკესტრის პირველ წევრებს გაგაცნობთ რეპორტაჟში, სტუდიაში კი მიშა მდინარაძესა და მირიან ხუხუნაიშვილს ველით თქვენთვის წარსადგენთ, ოღონდ ეს რეკლამის შემდეგ მოხდება ტელეკომპანია პირველის ეთერში, არ გამოგრჩეთ. ტელეკომპანია პირველის ეთერში, პირდაპირ ეთერში ვაგრძელებთ მუშაობას. თბილისის პირველად საკუთარი ახალგაზრდული ორკესტრი ჰყავს, რომელმაც ბინა მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში დაიდო. ორკესტრის დაფუძნების ინიციატორები გახლავთ ორი მუსიკოსი, დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი და კომპოზიტორი მიშა მდინარაძე. მათ იდეას თბილისის მერის ხელშეწყობით შეესხავთა. თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი დებიუტისთვის ემზადება. ახალი ორკესტრის პირველი წევრები ანა მახარაძეს სურს, რომ გაგაცნოთ თავის რეპორტაჟში. დაბემოლთან ჰაერი მერეთად ხო აქაც გიჩვენებთ მე კი გიჩვენებ მაგრამ ერთმანეთსაც უნდა მოусმინოთ რომ ერთად ვიყოთ მაქსიმალურად ხო კიდევ ერთხელ დავიწყოთ სიმებიანი ინსტრუმენტალისტების მცირე შემადგენლობა ორკესტრთან ერთად რეპეტიციისთვის ემზადება. სულ ორი თვეა ერთმანეთის მუსიკალურ ჟღერადობას ეცნობიან და გუნდურად დაკვრას სწავლობენ. ზუსტად 3 დღეში ისინი თბილისის პირველი ახალგაზრდული ორკესტრის სახელით აუდიტორიის წინაშე საპრეზენტაციო კონცერტით წარდგებიან. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო ფაქტი აღმოჩნდა ის, რომ ჯერ კიდევ სრულად ვერ შევაფასე თუ რამხელა რესურსი აქვს ამ ორკესტრს, რადგანაც ყველა რეპეტიციაზე ახალ რაღაცებს აღმოაჩენ ხოლმე, ახალ დეტალებს და ყველა შემდეგი რეპეტიცია ერთმანეთზე უკეთესია და ერთმანეთზე მოტივირებული მოდიან ყველა შემდგომ რეპეტიციაზე. ახალგაზრდული ორკესტრისთვის მუსიკოსების შერჩევა თებერვალში დაიწყო.
საბოლოოდ ორკესტრის შემადგენლობა 31 მუდმივი და 3 მოწვეული მუსიკოსით დაკომპლექტდა. მათ შორის არიან პროფესიონალი მუსიკოსები და კონსერვატორიის სტუდენტები, თუმცა არიან ისეთები, ვისთვისაც დირიჟორთან და დიდ შემადგენლობასთან ერთად მუშაობა ახალი გამოცდილებაა. მე ესა დავიწყე ჰობოის შესწავლა და ამ ორკესტრში მოხვდა ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება, რადგან მომავლისკენ უკეთ გავიყვანო გზა, ძალიან მომწონს მუშაობა სხვა მუსიკოსებთან ერთად და ასევე დირიჟორთან ერთად და ვიმედოვნებ, რომ დიდი წინსვლა და წარმატება იქნება როგორც ამ ორკესტრს, ესა თითოეულ მუსიკოსს. ძალიან კარგი სპეციალისტების მოწვევა ხდება, ძალიან კარგ მასტერკლასებს გავდივართ, ძალიან საინტერესო მეცადინეობებს და განსაკუთრებით უფრო ამ სფეროში უფრო დამწყებებისთვის და ახალბედებისთვის ეს არის ძალიან კარგი გამოცდილება და პრაქტიკა. ნამუშევარი მაქვს თითქმის ყველა ორკესტრში საქართველოში რაცა და ჩემთვის აქ მუშაობა არის უბრალოდ სიხარული ამ ბავშვების ნახვა თუ როგორ აინტერესებთ და ეს არის ჩემთვის ესე ვთქვათ გაზიარება ახალი თაობისთვის ჩემი გამოცდილების. საპრეზენტაციო კონცერტის რეპერტუარი ორკესტრის შემადგენლობის შესაბამისად შეირჩა. დამწყები და პროფესიონალი მუსიკოსები ბეთჰოვენის, მოცარტისა და შუბერტის ნაწარმოებებს შეასრულებენ. მომავალში მსმენელს ექსპერიმენტებსაც პირდებიან და მათ ევროპელი და ქართველი კომპოზიტორების კლასიკურ და თანამედროვე ნაწარმოებებსაც შესთავაზებენ. ეხლა სამზადისში ვარ და პრინციპში მე ვფიქრობ, რომ 21-ში საფუძველი ჩაეყრება ისეთ საქმეს, რომლითაც არა მარტო მე, არამედ ჩვენი ყველა ორკესტრანტიც და იდეის მხარდამჭერიც ვიამაყებთ შემდეგ. პირდაპირ გააჟღეროთ ეს პირველი და მერე გაიყვანოთ. ანუ მერე ჟღერდება, არა. ანუ როგორც კი პამ-პამ-პი. ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც დამწყები მუსიკოსებისთვის ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპია, ევროპის ბევრ ქალაქს ყავს. ამ ევროპული ოჯახის წევრები მალე ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსებიც გახდებიან. და ახლა მინდა ამ ორკესტრის სათავეში მყოფი ადამიანები წარმოგიდგინოთ, ჩვენ სტუდიაში უკვე შემოგვიერთდა მირიან ხუხუნაიშვილი, მოგესალმებით მირიან, მაყურებელს მინდა შესავალი გაუკეთო. მირიანი პროფესიული განათლება ჯერ კიდევ თბილისის შემდეგ კრაკოვის მუსიკალურ აკადემიაში მიიღო, იგი რამდენიმე მნიშვნელოვანი კონკურსის გამარჯვებულია, მონაწილეობა აქვს მიღებული, გამართული აქვს არაერთი კონცერტი სხვადასხვა ცნობილ ორკესტრებთან და ეს უკვე ერთგვარი გამოცდილებაზე მეტყველებს, რა თქმა უნდა. და ჩვენთან ერთად არის ასევე მიშა დინარაძე, რომელზეც მინდა შეგახსენოთ, რომ გახლავთ კომპოზიტორი, მაგრამ ამ საკომპოზიციო გამოცდილებასთან ერთად უკვე არაერთი წელია გეგმავს სხვადასხვა ღონისძიებებს და მართავს ამ ღონისძიებებს. მე მინდა მოგესალმოთ. შუადღემშვიდობის. პირველ რიგში არ შემიძლია არ დავიწყო იმას საუბრით, რომ აი ხა ეს მუსიკოსები, ვინც ჩვენს ანა მახარაძემ თავის რეპორტაჟში გაგვაცნო, აი რას გრძნობენ საერთოდ, იმიტომ რომ მე რატო სვამ ახლა ასეთ შეკითხვას. მე მახსოვს ჟურნალისტიკაზე რომ სწავლობდი და დავიწყე სწავლა და შეიქმნა მეორე არხი. არ არსებულ სივრცეში უცებ გაჩნდა დამატებით ტელევიზია, სადაც მე ვიპოვე ჩემი თავი პირველად რა. აი ზუსტად იგივე მდგომარეობა წარმომიდგენი ახლა ამ ახალი მუსიკოსების, ამ ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის, იმიტომ რომ არ არსებობდა კოლექტივი და შეიქმნა მათ დროში და ისინი არიან პირველები, ვინც ამ ორკესტრში ერთიანდებიან რა. ეს საერთოდ იაზრებენ ალბათ ხო ამ სიხარულს, რაც მათ თავს ხდება. გეთანხმებით, ნამდვილად კარგი რამ მოხდა, კარგი პრეცედენტი ამ ორკესტრის შექმნით. სიმართლე ვთქვა, ესე გამოხატვით თვითონ ესე სიტყვიერად, ვერბალურად ყველა არ გამოხატავს, მაგრამ დამეჯერება ალბათ, რომ მათ თვალებში ეს ეკითხება პირველივე რეპეტიციებიდან, თუ როგორი ბედნიერები არიან, როგორ მოეწონათ თვითონ გარემო და აქვე აღნიშნავ, რომ თითქოს ჩვენ ამას შევეჩვიეთ ამ პროცესს და გუშინ ყავდა მოწვეული სხვადასხვა ორკესტრებიდან პროფესიონალი მუსიკოსები, ვინც დაგვემატნა სწორედ ის 3 მუსიკოსი და თითქოს ჩვენ რო შევეჩვიეთ ამ გარემოს რეპეტიციის ბოლოს იმათ მითხრეს, რომ ესეთი გარემო საქართველოში მგონი არსად არ არისო, ესეთი მეგობრული, თან ძალიან მოტივირებული ახალგაზრდები, მუშაობის პროცესში ჩართულები, მაგრამ ამავდროულად ძალიან მეგობრული და იუმორით, ანუ ყველა ნახევარსაათში ერთხელ რაღაცაზე, ყველა ჯგუფურად ასე თქვა. როგორ შეირჩა ეს
ეს მუსიკოსები ამ ორკესტრისთვის? მარტივად როგორც ხდება ხოლმე პრაქტიკულად კონკურსი. არა, იცი რა, კონკურსი ხო, მაგრამ როგორ უკრავს, ამას ქონდა მნიშვნელობა თუ რაღაც პატარა გამოცდილება უნდა ქონოდა მაგალითად უკვე ორკესტრთან თანამშრომლობის. იცით რა, იქ არის ყველა კონკურსში, როცა ინსტრუმენტალისტი აკეთებს, საორკესტრო სირთულე ქვია, რომელიც ასე ვთქვათ, სწორედ ორკესტრთან ბმას და გამოცდილებას, მაგრამ აქ იმდენად მაგარი მუსიკოსები ისხდნენ კომისიაში, თვითონ ძალიან დიდი გამოცდილებით ორკესტრში მუშაობის, რომ არ გაჭირვებიათ ძალიან ობიექტურად და ძალიან ესეთი მინდა გითხრათ, რომ არაქართულად მოხდა შერჩევა, როგორც მაინც ძირითადი აქცენტი ზარი ახლობელთან მუშაობდა. მაინც ძირითადი აქცენტი იყო იმაზე თუ როგორ უკრავდნენ იმ კონკრეტულ მომენტში და არა მათ გამოცდილებას, მაგრამ თითქმის ყველას ჰქონდა გამოცდილება, ზოგს ცოტა ნაკლები, ზოგს ცოტა მეტი ასაკის მიხედვით, მაგრამ მაინც პროფესიულ დახელოვნების დონეს მივაქციეთ ყველას დიდი ყურადღება. სანამ ეხლა ჩვენ გავარკვევთ, რომ რა რეპერტუარს ურჩევთ ამ ორკესტრისთვის, რომელიც პირველ სადებიუტო კონცერტზე გეპატიჟებათ ყველას ეროვნულ სასახლეში კვირას, საღამოს 7 საათზე, მე მინდა გკითხოთ ასეთი რამ. აი ორკესტრი შეიქმნა, ცოტა ესეთი მენეჯმენტის მხრიდან მაქვს თქვენთან ესეთი საკითხი წინ წამოსაწევი. აი რა აუცილებელი თანამედროვე მიდგომები ასეთ რომ საჭირო იმისთვის, რომ შეიკრას გუნდი, რომელმაც უნდა დაუკრას. ანუ ეს გუნდურობის პრინციპები, ხა ეს ადვილი გამოსამუშავებელი ხო არ არის რა? გეთახმებით. თუმცა რთულია, როდესაც 25-დან 15-დან 28 წლამდე ასაკის ამას გულისხმობს ზუსტად. სოციალური ინტერესების მქონე პრობლემაა მაგასთან დაკავშირებით, მაგრამ პირველი ერთი ჩვენ რაც გვაერთიანებს ეს მუსიკა. ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არის ისეთი რეპერტუარის შერჩევა, რაც მეტნაკლებად ყველას მოსწონს, რომ პირველი რომ მიდიხარ სამსახურში მოგწონდეს რასაც შეასრულებ. ან რაც იქ უნდა დაუკრა, ეს უკვე ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, იარაღია, რომ გუნდი გაერთიანდეს. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა აქტივობები, რომელიც ამაში გვეხმარება და ბავშვების მოზარდების თუ ახალგაზრდების мотиваციაში შენარჩუნებაში დაგვეხმარება. ეს არის ციკლი, რომელსაც მიშა, ასე ვთქვათ, კურირებს, ციკლი. რაღაც შემეცნებითი ის არის, შეხო. მუსიკა და სამყარო ესე ქვია, ეს არის თვეში ერთხელ სხვადასხვა მომიჯნავე დარგები, რომელიც მუსიკასთან მეტნაკლებად კავშირშია, ზოგი ძალიან კავშირში, ზოგი ნაკლებად, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჯერ ერთ იმისთვის, რომ მუსიკის გარეთაც მათ კონდეთ ურთიერთობა ერთმანეთთან და რაღაცა სხვა ინტერესიც გაუჩინოთ, რაღაცა ხვის მიმართ იყვნენ კონცენტრირებული მხოლოდ ერთად. აი მაგალითად ახლა წინა თვეში ქონდა გოგი გვახარიას ჩვენთან ლექცია კინო და მუსიკა. კინო და მუსიკა და ვნახეთ ბავშვებთან ერთად, ბავშვებს ვეძახი სულ არა და იმდენად რაღაცა ორკესტრანტები არიან. ორკესტრანტები არიან. მათთან ერთად ფელინის ორკესტრის რეპეტიცია რომელზეც მე ვიმსჯელეთ. ახლა მაგალითად ამ თვეში გვექნება საუბარი სამართლებრივ ნაწილზე. რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ყველა მუსიკოსისთვის, მუსიკოსისთვის. მომავალ თვეში გრატია მაღლობელთან ერთად. მოდით ცოტა გავშალოთ ეს თემა, ხო? რა ინფორმაციას უნდა ფლობდეს მუსიკოსი აი კონტრაქტებთან მიმართებაში, იმიტომ რომ საინტერესოა ხო ეს ან თუნდაც რა პირობებზე თანამშრომლება, თქვათ თქვენი გუნდი ამ ორკესტრანტებს. თუ მათ აქვთ კონტრაქტები, აქვთ თქვენთან? ამ კონტრაქტის ფარგლებში რა შეზღუდვები აქვთ? ხელფასებიც რა თქმა უნდა, ხელფასებიც აქვს. რა შეზღუდვები აქვთ? აქვთ უფლება მაგალითად სხვა ორკესტრთან თანამშრომლობის კოლაბორაციის? ძალიან გახსნილი ვარ და პირიქით ჩვენ ხელს უწყობთ თუნდაც საზაფხულო აკადემიებში, სხვადასხვა კონკურსებში, კამერულ მუსიკაში სხვა ორკესტრთან თანამშრომლობა, რადგანაც ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენთვის კიდევ უფრო კარგი იქნება, რადგან ჩვენ გვეყოლება გამოცდილი მუსიკოსი, რომელიც თუნდაც რამდენიმე მუსიკოსი ყავს სტაჟიორი სხვადასხვა ორკესტრში და მიიღებენ იქაურ გამოცდილებასაც, რადგანაც ჩვენი რესურსით შეიძლება ის რეპერტუარი ვერ შევასრულოთ, რასაც სხვა ორკესტრები შეასრულებენ. ამიტომ ამ მხრივ გახსნილი ვარ. ჩვენთან შეზღუდვები არის ისო დისციპლინასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება დაგვიანება, არ შეიძლება ალკოჰოლით მოსვლა, ანუ გულისხმობ ის შეზღუდვები, რაც ზოგადად ხდება, მაგრამ პროფესიულ შეზღუდვებს ნამდვილად არ ვაწესებთ. რა რეპერტუარს არჩევთ ამ ახალგაზრდული ორკესტრისთვის?
ერთი პირველი რაც გაზრდის ორკესტრს და გულისხმობ კლასიკური ეპოქის ნაწარმოებები და ადრეული რომანტიზმის და ეს გამართლებულია იმითაც რომ ჩვენ ყავს შემადგენლობა ორკესტრის რომელიც ერგება იმ პერიოდის იმ ეპოქის მუსიკას რადგანაც გვიან რომანტიზმში მე-20 საუკუნეში ძირითადად მე-20 საუკუნეში უფრო კამერუნის მაგრამ გვიან რომანტიზმში ძირითადად გამოიყენებოდა დიდი შემადგენლობის სიმფონიური ორკესტრი და ჩვენ სამწუხაროდ არ გვაქვს იმის რესურსი, როგორც უკვე მიშამ თქვა, ჩვენ ამ мотиваციის სახით ამ ბავშვებს ხელფასებს უხდით და არ გვინდოდა რაოდენობის ხარჯზე, ასე ვთქვათ, ძალიან შეგვემცირებინა ეს ხელფასი და დიდი შემადგენლობა გყოლოდა. გვერდჩივნა რომ დაგვეწყო ჯერ ესე ვთქვათ, მინიმალური სიმფონიური შემადგენლობა 25 საათს საბოლოოდ კონცერტზე 35 სიმფონიური ორკესტრი ახსენეთ, შეგვიძლია ამ ორკესტრს წოდოთ. დიახ, იმიტომ რომ შეგვიძლია დავუკრათ სიმფონიური ნაწარმოები. შესაბამისად ჩვენ ვართ სიმფონიური ორკესტრი. კლასიკურ მუსიკასთან ერთად ესენი ხომ ახალგაზრდები არიან რაღაცა ალბათ რაღაცა თანამედროვე მუსიკასაც ექსპერიმენტი იქნება კი აუცილებლად. ეხლა ჯერ არის პირველი ნაბიჯები, ამიტომ თავარი ეხლა არის რომ ისინი ჟღერდნენ ერთად. ანუ მათ გაუჩნდეთ ერთიანობის განცდა. ანუ მთელი ეს მუშაობა ამ ეტაპზე იქნება სწორედ იმაზე რომ ორკესტრი როგორც ერთიანი ორგანიზმი შედგეს. და ჩამოყალიბდეს სექტემბრიდან უკვე გვექნება და დავიწყებთ მუშაობას ბევრ საინტერესო პროექტზე. ერთ-ერთი და მთავარი და უმნიშვნელოვანესი ეს იქნება ქართული თანამედროვე აკადემიური მუსიკის პოპულარიზაციის ესეთი ალბათ რაღაც პერიოდიკით გაწერილი. თან ძალიან გვიწყობს ხელს თვითონ სასახლე, ადგილი სადაც ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანია. თიკა რუხაძე, რომელიც ძალიან გვეხმარება ყველაფერში და ძალიან დიდი მადლობა უხადო სასახლეს. აი, სწორედ თიკას წყალობით გვექნება ყველაფერზე ძალიან ძვირი საორკესტრო ინსტრუმენტები, მაგრამ ნელა ვიზამთ ისე რომ ეს განახლება მოხდება და პირველ ეტაპზე ეს ინსტრუმენტები, რომელიც თვითონ ძალიან ყველაზე ძვირია და მუსიკოსებს არ აქვთ, გულისხმობ დიდ სტაციონარულ ინსტრუმენტებს, კონტრაბასი, ლიტავრა, სხვა და სარტყამ ინსტრუმენტები, ამას შევიძენთ, უკვე დაგაგმილი გვაქვს ამის შეძენა და სასახლე გვეხმარება ამაში, ამის ასე ვთქვათ, სასახლის ბიუჯეტით ვყიდულობთ ამას და შემდეგ ეტაპზე უკვე სხვადასხვა ინსტრუმენტებს, რომელიც ასევე ცუდ მდგომარეობაში აქვთ და ძალიან გვიჭირს. ახლა ყავდა მასტერკლასზე ჩამოყვანილი ლევან ცხადაძე და რომ ნახა რა ინსტრუმენტებზე უკრავენ, ის შეაქო და მე მითხრა რომ გული მიკვდება, მაგრამ კიდე ყოჩაღ მათ რო ასეთ ინსტრუმენტებზე ასე უკრავ. ხო, ერთია, თავარი არა რაღაცით იწყება და ამ ახალგაზრდების ცხოვრება იცვლება ისე რომ ისინი წლების მერე უფრო მიხდებიან. და სოფო ხუნწარიას ამისთვის მადლობა რომ ეს დაიწყო, იმიტომ რომ ამის დაძვრა წლების განმავლობაში იყო შეუძლებელი და ეს სოფომ გააკეთა. მე ვიცი რომ ორკესტრს უკვე სან-მარინოს ფესტივალზეც აქვს რაღაც გეგმები. ვიცი რომ თქვენთან პირველ კონცერტს შესახვედრად გიწყობენ მაყურებლის ყურადღება მინდა მივიქციო კვირას საღამოს 7 საათზე ეროვნულ სასახლეში. მე მინდა წარმატება გისურვოთ ამ წამოწყებისთვის. მადლობა ყველა იმ ორკესტრანტის სახელით, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რას მიხვდებიან ისინი რამდენიმე თვეში, როგორ ტრიალებს მათ გარშემო დედამიწა და ძალიან კარგი წამოწყებაა რა, ყველაფერი ახალგაზრდული, ყველაფერი ახალი და მით უფრო როცა ეს ეხება მუსიკას, მე ვფიქრობ რომ ეს ორკესტრი იქნება ერთ-ერთი მაპროვოცირებელი რომ მომართვიანობაც გაიზარდოს კონსერვატორიაში ამ საკრავებზე. ერთ-ერთი მიზეზი ორკესტრის შექმნის ესეც არის. ძალიან კარგი, მე გემშვიდობებით და მშვიდობებით ჩვენს მაყურებელსაც, იმიტომ რომ ახლა პირველ საათზე, რა თქმა უნდა, ჩვენს ეთერს გააგრძელებს დღის ამბები, მე კი ხვალ 12-15 წუთამდე გემშვიდობებით ნახვამდის.